აუდიხანია ვარ პრაქტიკულად რუსეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში და მივდივარ ჩრდილოეთ კორეისაკენ. ამის დასტურია ის, რომ თუ კი აქამდე მიგვაჩვიეს კომენტარების კი არა და პოსტის გამო დაჯარიმებას, მეც დაჯარიმებული ვარ და ერთი ადამიანი ციხეში გაუშვეს, ეხლა უკვე სხვისი პოსტის კომენტარის გამო აპირებენ ჩემს დაპატიმრებას, საუბარია თქვენი გამოცემის ნეტგაზეთის სტატიის კომენტარზე, რომელიც არც ამიგითხავს სხვათაშორის ვაღიარებ სათაურის წავიდე, სათაურში სულ არ იყო კონკრეტული მოსამართლე, ზოგადად გამოხატე სავარაუდოდ პროტესტი. თუმცა ესეც არ მახსოვს და შეიძლება საერთოდ ის კომენტარის ან იყოს ჩემი ან არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი ერთია, მე რა თქმა უნდა ივანიშვილის აიათოლური სასამართლოს წინააღმდეგი ვარ, თვლი მას რეჟიმის შემოქმედად და მსახურად, უნებრივია და შეიძლება ეს კომენტარი დამეწერა ან არ დამეწერა, მაგრამ ფაქტია ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა და ანტიკონსტიტუცია ასეთი კანონმდებლობის არსებობას გასაჩივრებულია და გასაჩივრების შედეგების დაულოდება დავაკეთა შუამდგომლობის საკითხს მოსამართლესთან, მაგრამ არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს, თქვენ წარმოგიდგენთ ტროიკის პრინციპითაც არ მოეწონა რომ უთხარი ადვოკატის გარეშე გასამართლებას აპირებდა ნახევარ პროცესი ესეც ჩაატარა და ესე იგი მან სახაზინო ადვოკატის კი არ დამინიშნა. საინტერესოა ის გარემოებაც რომ საჩივარი შეტანილია ფორმალურად ამავე კოლეგიის, რომელიც მასამართლეს, ამ მოსამართლის უფროსის ადმინისტრაციული კოლეგიის ხელმძღვანელის ვინმე ივერი, აღარ მახსოვს გოანის აბაშიძის მიერ, რომელსაც ასევე არ ვიცნობ და მისი ქვემდგომ მოსამართლემ აცილება ამ სრულიად დასაბუთებული მოტივით არ დააკმაყოფილა, არაფერს არ აკმაყოფილებს ეს მოსამართლე და ფაქტი ერთია, მე მინდა გაჩვენოთ რეალურად რის გამო ბოლო წუთი რა იყო ბიძინა ბაშისთვის, ბიძინა რუსისთვის, ბიძინა როდიონოვისთვის, ბიძინა აბასისთვის მიზეზი, რომ ჩემი დაპატიმრების ბრძანება გაეცა აღმოსავლურ რუსული დიქტატურის სტილში. ეს იყო შავი მიწის ტორტი, რომელიც მე დაბადების დღეზე მას მიუძღვენი, მანამდე ნეხვის ტორტი მიუძღვენი წინა დაბადების დღეზე და მაშინაც სწორედ პირველი ჩემს მიმართ დაიწყეს დაპატიმრების მოთხოვნები სასამართლოში. შესაბამისად, თუ ჩვენ შევეგუებით იმას, რომ გამოხატვის ყველა ფორმას აგვიგზავნებენ, აი ტროტუარზე და ასფალტზე დგომის გამო, ან ერთზე, ან სავალ ნაწილზე, ან ტროტუარზე დგომის გამო დაგვიჭერენ ისე ნიშნავს, რომ აქციების აკრძალვას და შეკრების აკრძალვას შევეგუებთ, თუ შევეგუებთ, რომ პოსტის და კომენტარის გამო დაგვაპატიმრეს იგი წერა კითხვის და ხმის ამოღებიდას გვიგზავნებენ და გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანა უნდა დაგვიცალონ, გაგვინადგურონ, უშიმშილით, უექიმებით, უწამლობით, გარემოს დაბინძურებით, ქალაქების დაბეტონებით, მდინარეების განადგურებით, ხეობების დახესიანებით, ყველანაირ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით, იქნება ეს გელათის აკრესი ამ ყველაფერს გააგრძელებენ, მიიტაცებენ გაკიდიან ჩვენ სამშობლოს, ჩვენ გადაგვასახლებენ სკოლებში ამოვასახლებენ და ჩვენ ხმის ამოღების პროცესს არ უნდა გქონდეს. ანუ მონად ფუტბოლობას რო შევეგუოთ და საკუთარი სამშობლოს დაკარგვას. მე ამას არ ვაპირებ და ვაპირებ გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რა ფორმის სასჯელი იქნება ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული ადმინისტრაციული სამართლის საკითხი.